მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, ალბათ ერთი 10 წლის წინ ვინმეს რო ეთქვა, რომ ხელისუფლება ესე დაუპირისპირდება დასავლეთს, ესეთ განცხადებებს გააკეთებს, ვერავინ ვერ იტყოდა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ გახსოვთ, რომ მზე და მთვარე და ყველაფერი ვარსკვლავები ამოდიოდა ჩვენთვის იმ ევროპელი ლიდერების განცხადებებიდან, რასაც ისინი იტყოდნენ, ყურმოჭრილი მონებივით ვაკეთებდით და ეს იყო აღშფოთების მიზეზი ჩვენი მხრიდან. ეხლა დღეს განცხადებები ისმის დასავლეთის აი ამ პოლიტიკის გამო, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ფაქტობრივად სოდომისტები გახდითო და შემოხვალთ ევროპაშიო. როგორ ეხლა გვეუბნებიან, გააუქმეთ ის კანონები, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვანთა დაცვას, ჩვენ ეროვნულ ღირებულებებს და პირდაპირ ამბობენ რა, რომ თქვენ ჩოხა ახალუხით ვერ შემოხვალთ ევროპაშიო. თქვენ უნდა შემოხვიდეთ ისე, როგორც აი ამ გეი კლუბებში არიან. აბა სხვანაირად თქვენ ვერ შემოხვალთო. და დღეს აი საქილიკოთ იქცა ისა გათხოვილი კაცები, ესე იგი თურმე რაღაცა გათხოვებას თურმე გვიპირებენ და რაღაცა დასაცეთ. თქვენ ისედაც კარგახანია გათხოვილი ხართ, იცით? შეხედეთ ტელევიზიაში აი ამ ნაცარხების ჟურნალისტებს. შეხედეთ ამ შოუ-ბიზნესს, შეხედეთ პოლიტიკას, შეხედეთ ამ ხალხს და კადრები და სახეები ყველაფერზე მეტყველებს რა. კაცი რო იმას იტყვის, ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ხარ, რაც უნდათ ის გამოგვიყიდო, ტანით შემია, ფეხით შემია, ყველაფერი შემიაო, რო იძახდა. მეტი რა აღიარება გიდათ, ერთი მაინტერესებს. ესენი გათხოვილი კი ერთხელ კი არა, ხუთჯერ არიან გათხოვილები. და რა ხდება ახალგაზრდობის მხრივ? ხალხი ბოდიში და გეი კლუბებად იქცა თბილისში მთელი ბარები. გაიარეთ ძველ თბილისში და სამარცხვინოა იმ დღეს სტუმრები ყავდა და შემწვა, ესე იგი თბილისის ქუჩებში რო დადიხარ, ასე გეგონება ჯოჯოხეთში მოხვდი რა. რანაირადაც ამ ქართველ ახალგაზრდებს, ან გოგო აიღე, ან პიჯი აიღე, რუსთაველზე რო გაივლიდი გესიამოვნებოდა ადრე იმ ძველ პერიოდში, რომ ახოვანი ქართველი ვაჟკაცები, კარგი ქართველი გოგოები, დღეს ესე იგი სხეულის ნაწილი აღარ არის დარჩენილი ქართველი ქალის იმაზე, რომ ბოდიში და ასე გონია იმაში საგამოფენო სივცი არის მათი სხეული და გათხრილი, გამოთხრილი, გაჭრილი, გამოჭრილი, გახრეტილი, გამოხრეტილი რა. გასახრეტიც აღარ დატოვეს სხეულზე რა. და ეხლა ესენი გვეუბნებიან ჩვენ რომ ისაო ესე გვითომ ეხლა რაღაცა აიო ევროპაო რაღაცა ეს გასათხოვი კაცებიო. სამწუხაროდ იმიტომ არის ამდენი ქალი რო გაბოზდა ამ ქვეყანაში რომ ეს კაცები ყველა გათხოვილია და ყველა ბოდიში და გაიმასქნილი და ეხლა აი ეს ქალებმაც აიშვეს და ბოდიში და სხვა იმას გზას დაადგნენ, თორე ეხლა კი ხრეშაკვლესა ტყილა კი არ იქნებოდა, აღარ იციან რა ქნალ. და ეს არის მიზეზი. ეხლა ბოდიში და აბა ამდენი ლაპარაკი, ეხლა გადართეთ და ნახეთ. ეს გამოვიდა იმ დღეს ეს ვახო სანდაია და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ თურმე გათხოვია მას გვიპირებენ და რაღაცა და ვახო, ეხლა არ მინდა შენზე ლაპარაკი, მაგრამ შენ ეხლა პოლიტიკურად გათხოვილი ხარ. გულდასაწყვეტი ის არის, რომ აი ამას ყველაფერს უყურებენ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ის არ ვიცი სირცხვილი სად უნდა წახვიდე კაცი, რომ ქართველი კაცი გამოვა და გეი პროპაგანდას ეწევა, ეს საყურეებიანი ბიჭები ნაზი ხმით და რა გახდა ამ ყველა არხზე რომ ბოდიში ერთ კაცს ვერ დაინახავ, რომელიც კაცი არის მართლა რა. ესეთი რაღაცა ქეთინო და რაღაცა ისეთი გამომეტყველები. აუბედურება მართლა რა არის ესა რა. გათხოვილები ხართ უკვე თქვენ და გამოთხოვილებიც ხართ და ჩვენ იმაზე ვბრძოლობთ, რომ მომავალი თაობა მაინც არ იყოს თქვენნაირები. და ესენი საქილიკოთ აქციეს ამათმა ყველაფერი აქა. არ შეიძლება მეგობრებო ამის მოთმენა რაც ხდება.
ვერ გავიგე ხა ყველაფერი შეიძლება ხელისუფლება არ მოგწონდეს, მაგრამ იცით რა მაინტერესებს? ფაქტი ხო არის ევროკომისია ითხოვს ჩვენგან იმას, რომ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი გააუქმეთო, ხო გვეუბნებიან. ესე იგი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ღირებულებები რო გაქვთო იმაზე უარი თქვითო. და რო არა ვთქვათ არ შეიძლება ისე ვერ მიგვიღებთ ევროპაში. არა. ამიტომაც არის ერთადერთი კაცი, ვინც ღირსებით შევიდა ევროპაში, იყო იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია და ის ჩვენი ჯარისკაცები. ევროპაში როგორც ჩანს, ტანკებითა და ქვემეხებით თუ შეხვალ იმითი ღირსებით, თორე ისე არავინ არ გიშვებს. და ესენი ამათ საქილიკოთა აქვს. თქვენ ვერ ხედავთ რა დღეშია ახალგაზრდობა, რა დღეშია მედია, რა დღეშია შოუ ბიზნესი, რომ პირდაპირ ეთერებში რეები ხდება? გოგოები გამოდიან და ბოდიში და პირი და კანალიზაცია უსკდებათ. და გათხოვება და ქალიშვილობა საქილიკოთ იქცა ამ ქვეყანაში. და ეს იქცა ჩვენთან საქილიკოთ ემათ, რომ ესე იგი კაცია, დია კითხვის ნიშანის ქვეშ არის ეს ყველაფერი, რომ კაცია და ქალია, ესეც სალაპარაკო გახდა ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უკვე კაცის აღარ აგავს და ქალი ქალს არ აღავს. არ ვიცი მე კიდე ერთხელ მეორე ყველაზე საოცარი ის არის რომ სასულიერო პირები რომ გამოდიან და აიო ევროპასთან პრობლემა რო გვაქვს ეგ ხელისუფლების ბრალი რა ქნას ხელისუფლება ვერ გავიგე შევიდეთ ევროპაში და სოდომიათ იქცეს საქართველო ეხლა ეს მაგალითად ის რომ არის პეტრე კოლხი ეხლა არ მინდა რაღაც ის თქვა და ეს კაცი უკვე დიდი ხანია დაადგა სხვა გზას. გასაოცარია ყველაფერი რაც ხდება და ამიტომ ხელისუფლებას ეხლა რასაც ბოდიში და ვერ დაარტყამდა, ვერ იმასიზა მოთხოვ პასუხს, ეს ნამდვილად სწორია, ამაში რომ ამ კუთხით ნამდვილად არ შეიძლება უკან დახევა. აი რაზე უნდა დავიხიოთ უკან ჩვენ ღირებულებების უკან უნდა დავიხიოთ? დღეს მოკლედ ამ თემებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად. და ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ისტორიკოს პუბლიცისტი ბატონ დიტო ჩუბინიძე მოგესალმებით ბატონ დიტო საღამოშილობისა მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემოყურებელს დიდი მადლობისა სამართლის ექსპერტი ადვოკატი ბატონი ლექსო კობაიძე მოგესალმებით ლექსო მოგესალმებით თქვენს მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას მოდი ბატონ ლექსო აი თქვენი დავიწყოთ ახლა აი ამ თემაზე საუბარი რომ აი რა მოთხოვნებიც აქვს ახლა დასავლეთს რომ აი როგორი დაჟინებით ითხოვენ იმას რომ ესე იგი ღირებულობები თქვენი უკუაგდეთო და თუ გინდათ ისე შემოდით ევროპაში. აი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ სიტუაციაში? კაია კალასის მოთხოვნა არის, რომ ჩვენ ის კანონი, რომელიც მიღებულია უკვე და არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ყველა ქართველი ადამიანი ამით ამაყობს, ის უნდა გაუქმდეს. მაგალითად, უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირსების დაცვის კანონი, სადაც პირდაპირ ჩაწერილია, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობა არის ოჯახი და სხვა რანაირი ერთობა არაზოს არ იქნება და ვერაზოს ვერ იქნება. აი ამის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედაც ეს არის, აი ამ 8 პუნქტიდან რა ჩამონათვალიც არსებობს იმ მოთხოვნებში, რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია არ შეგვიჩერდეს. რა თქმა უნდა, ეს ყოველას წარმოუდგენელია, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პრინციპებს, სადაც ქართული ოცნება ამ ხნის განმავლობაში წინასაარჩევნო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ანუ ქართველ კაცს აღუდგენს ღირსებას, საქართველოს ანუ ტრადიციები, რელიგია იქნება დაცული, სწორედ ამას ეწინააღმდეგება ის 8 მოთხოვნა, რა მოთხოვნაც კაია კალასმა გააჟღერა. შესაბამისად, ეს ყოველივე პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ანუ ისინი აპირებენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას და ეს არის ფაქტი. მაგრამ მე მინდა ჩემს თანამემამულებს უთხრა და ანუ სიღრმისეულად ვესაუბრო ამ საკითხზე, რომ ჩვენ, როდესაც საუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თქვენ ვეღარ წახვალთ, ან მე ვეღარ წავა, ან ნებისმიერი პიროვნება ვეღარ წავა ევროპაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მაინც წავალთ და როგორც აქამდე დავდიოდით ხოლმე თუ წასასვლელები ვიყავით, ყოველ მიზეზს გარეშე ჩვენ მოგვიწევს იქ სიარული. ნუ რა თქმა უნდა, გარკვეულწილად რაღაცა დისკომფორტი იქნება თავისთავად, როდესაც ვიზას ელოდები, ხო, ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. თუმცა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ რის საპირწონედ გვეუბნებიან
ჩვენი ეგრეთ წოდებული ევროპული პარტნიორები რის აპიწონეთ გვაიძულებენ რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენი ღირსება, ჩვენ დავთმოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ალბათ უნდა ყველანი უნდა ერთ მუშტად უნდა შევიკრიფოთ და ერთად უნდა დავდგეთ და დიახაც არა უნდა უთხრათ ღიად აი ამ ეგრეთ წოდებულ პარტნიორებს, რომლებიც ესე შანტაჟით ენის ქართულ ხალხს ესაუბრებიან. დღეს არის ისეთი ერთსულუნება ამ საკითხში, რომ უკან დახევა არ იქნება. თავად ბატონი პრემიერი, თავად ბატონი პრეზიდენტი ერთობლიობაში ყველა ერთად აკეთებს განცხადება და უკან დახევა არ იქნება და მე პირიქით ამით ამაყივა რომ უკან დახევა არ იქნება და ჩვენი მღირებულებებს, იმ ფასეულობებს შევინარჩუნეთ, რაც კი ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იდგნენ. და დღესდღეობით მე გზნობ ისე საქართველოში თავს დაცულად და ისეთ საქართველოში გზნობ თავს, როგორიც იყო და როგორც მე მინდოდა ყოფილიყო, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს. სწორედაც აი ამ ფასეულობებზე საზრდოობთ და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელისუფლების დამსახურება. და ეხლა უკან დახევა ეს ნიშნავს რომ ღალატია იმ უამრავი ადამიანის, ვინც ქართულ ოცნებას მიცა ხმა. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ ქართულ ოცნება აი ამ ნავით არ გადადგავს. ასევე გასათვალისწინებელია რომ ისინი როდის გვეუბნებიან რომ მიიღოთ უნდა მივიღოთ და გავაუქმოთ ეს კანონები. როდესაც მთლიანი პარლამენტი ანუ არ მუშაობს, შებულებაში არიან გასული და ისინი მოგვიწოდებენ და მიგვითითებენ რომ მაინც უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, მიუხედავად ჩვენი კანონებისა, უნდა დავარღვიოთ ეს რეგლამენტები და გამონაკლისი წესით უნდა მივიღოთ ეს ყოველივე. და კითხვა ისმის, რატო გვაიძულებს ესე ეგრეთ წოდებული დასავლეთი? რატომ ცდილობს ჩვენს ბჭყალებში დაჩმორებას? ეს ხო ყოველ პირდაპირ ჩვენს ღირსებაზე აისახება. ჩვენ ხო დავხვდებით რომ ჩვენ არ გვინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავით, ესე ვთქვათ, ღირსება აყრილები და მხოლოდ მონურ მართლობას გვაჩვენდნენ და მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ჩვენზე. უამრავი მაგალითი არსებობს, აღარ ჩამოვყვებით, თუნდაც ლუგარის ლაბორატორია და სხვა მსგავსები, რომ ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ეს დადასტურებული ფაქტები. აქედან გამომდინარე, ესეთი მიდგომები, რაც დღესდღეობით არის, რომ თის გვიქნებენ თუ არა და ამას ვიზავთ, ესეთი ევროპა არც დარწმუნებული ვარ, არც მე არ მინდა და არც სხვა ადამიანებს არ უნდა, როგორცაც ისინი გვთავაზობენ. აი ახლა უყურეთ ბატონო დიტო, ეხლა იცით რა შეასახმე? ჩვენ ეხლა აქ ვართ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად დიდ პატივსებს ქართულ ღირებულებებს და ტრადიციებს. რა თქმა უნდა. და თქვენც ასე ხართ, ჩემი მაყურებელი ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარხარ და იმიტომ გაფასებ და ყველას რაღაცა ამ სიტყვით და სიყვარულით, რაზეა ლაპარაკი და თქვენგანაც ამას ვძნობ ყველგან და ამიტომაც არის რომ ძალა მემატება, როდესაც აი ამ ეთერს უძღვები, რომ ჩვენთვის, ესე იგი, ის რითაც ვამაყობთ ქართველები. ესე იგი იმისი გათელვა უნდათ. აი გახსოვთ ერთი რომ გვაშაყირებენ ესენი რომ ქართველობას გვართმევე და რაღაცა და ის. იცით ქართველობის წართმევაა ისა რომ ქართული სუფრი შეურაცხყოფა, ქართული მანდილი შეურაცხყოფა, ქართული ადაწესები შეურაცხყოფა. ეხლა უკვე დაცინიან იმ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც გათხოვებამდე ქალიშვილები რჩებიან. რატო უნდა იყოს დასაცინი საქართველოში, თუ კი ახალგაზრდა პატიოსანი ცხოვრები ცხოვრობს და არ არის, ესე იგი, ბოდიში და ზოგიერთი პოლიტიკოსივით 9-ჯერ და 10-ჯერ გადავლილი გადმოვლილი. და ესე იგი, თბილისის ქუჩებში დაიწყეს ესეთი ტენდენცია და ბულინგი იმ ახალგაზრდების და დაცინვა, ვინც კი ეხლა სიმართლე რო გითხრათ ამოიღებს ხმას და გიდა კაცი, გიდა გოგო, გიდა ბიჭი და იტყვის რომ აი მაგალითად მას უნდა რომ ქალიშვილი გოგონა ყავდეს ცოლა. იცით არავინ არ უზღუდავს, გინდა ქალიშვილი მოიყვანეთ და გინდა 10-ჯერ გათხოვილი და გინდა ბოდიში და ბორდელიდან გამოიყვანეთ ქალი, რაც გინდათ სარი გითხრიათ ერთ ადგილას. მაგრამ რატო დაცინით ამას ამ ყველაფერს? არავინ არავის არ უვარდება ლოგინში, მაგრამ ნუ გათელავთ ყველაფერს. არა ქალიშვილ გოგოს თუ მოიყვანდით ცოლად. კი. შვენიერი. ხო. თქვენ თავისუფალი ხართ? მე? არა. არა ქალიშვილ გოგოს ცოლად თუ მოიყვანდით? კი. მოვიყვანდი. ესე იგი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს საკითხი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, ქალიშვილი უნდა იყოს რა. ოჯახის გოგო მე ეგრე ვიცნობ. არა ქალიშვილ გოგოს ცოლად თუ მოიყვანდით?
ესეთი უცნაური კითხვები რატო გაქვთ ისე? უცნაური რატომ არის საზოგადოებაში საკმაოდ ისეთი საკამათო საკითხია და ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს ადამიანების აზრი. საზოგადოებას ჩვენ ქმნით და როცა ესეთ კითხვებს ვსვავთ ზოგადად რა თქვენ თვითონ თუ ხართ ხალიშვილი? აი თქვენი საქმე არ არის. მე არ მიკითხავს თქვენთვის ვაჟიშვილი ხართ თუ არა. მეკითხებით იმას მოვიყვანდი თუ არა ქალიშვილს ცოლად. ურეთ ერთი წამით. არ ხსმენიათ რომ საზოგადოებაში არის ეს აზრი ძალიან ისეთ საერთოდ არ უნდა იყოს პრიორიტეტი. მგონიათ რომ ეს ჩემი აზრია და მაგიტომ გეკითხებით. მე საზოგადოების აზრს ვაგრავებ უბრალოდ. არაფერი მე რატომ ჩემთან შეტევაზე რატომ გადმოხვედით? არ გადმოსვლა. კი, გადმოხვედით. აი ეგეც კითხვებს როცა სვავთ რა. ანუ ეგ არ მაქვს უფლება დავსვა? ნუ სვამთ ეგეთ კითხვებს ზუსტად. კითხვას რას დავსვამთ? გადავწყვეთ ჩვენ. თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ, ან არ მიპასუხოთ. ძალიან მარტივია. თქვენ ხარ როგორ გონიათ ჩვენ ამ აზრის გავრცელება გვინდა? აი როგორ გონიათ? უბრალოდ გვაინტერესებს ადამიანები რას ფიქრობენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. საქართველოში ისედაც ვიცით როგორი დამოკიდებულება ამ მსგავს თემებზე და სიტუაციებზე, ეგ მგონია რომ უფრო ამწვავებს რეალურად. მე არ ვფიქრობ რომ ამწვავებს. აი ქალიშვილი, ანუ რა შოშია ქალიშვილი, ადამიანს შეხედა პირველ რიგში როგორია და იმის და მიხედვით უნდა განსხვავდეს. აი ეს უნდა გეთქვათ, უბრალოდ ძალიან მარტივად და კითხვას რას დავსვამთ? ჩვენ გადავწყვეთ. მადლობა, კარგად. თამარა. მაინტერესებს არა ქალიშვილ გოგოს ცოლად თუ მოიყვანდით? კი, მოვიყვანდი, იმიტომ რომ თვლი რომ კაცთა ქალს შორის არ უნდა იყოს მარცხრივ განსხვავება. როგორ გონიათ საზოგადოებაში საქართველოში ეგ აზრი ჯერ კიდევ პრობლემურია თუ არა? კი, პრობლემურია, არა მარტო უფროსთაობაში, ჩემი თაობის ბიჭებიც მინახავს და არა მარტო ბიჭები, გოგოებიც კი მინახავს ისეთები, რომლებიც რატომღაც თვლიან, რომ გოგო თუ ცოლობასა ხორცილამდე ეჩნებას ერთი გოგოს, მაშინ ის ბოზია და მე ვთვლი, რომ ერთი და იგივეა ზუსტად, როგორც ბიჭს შეიძლება უნდოდეს ერთი, ისე შეიძლება რომ გოგოს უნდოდეს და თუ რავი, ყოველ მეორე გაცნობილთან არწყვება და თუ ასე ვთქვათ, ზღვარი ორივე სქესისთვის არის რა, მაგრამ არ ვთვლი, რომ შეუწინამდე სექსი რამე ძალიან ცუდი რამეა. შედარებით ბოლო წლების განმავლობაში მე მგონი ცოტა გამვითარეთ მაგ და დიდ ყურადღებას აღარ აქცევი. და ის რაღაც სტიგმა რო იყო და ის რო აუცილებლად ქალიშვილი უნდა ყოფილიყო, ეგრე არა რა. და ზოგადად როგორი დამოკიდებულება სხვის საზღვარი აქვს, იგივე უნდა ქონდეს შენი თავისადმი. შენ სხვისგან თუ არის თორ ქალიშვილი, სხვისგან თუ თორ ქალიშვილი იყოს, მაშინ შენ ვაჟიშვილი უნდა ჩაბარდე შენც. ეხლა ის დიდ რომ მოვიდა, რომ შეიძლება ძალიან რთული იყოს ეგეთი ადამიანის პოვნა. ამიტომ რავი. უკვე გამართლებაზე გამოდის. უფრო სხვა რაღაცებს გაშინა, მის პიროვნებას გაშინა, თვითონ ის ადამიანი თუ გიყვას აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა ჩემი აზრით. შეიძლება, არ ვიცი. გააჩნია გოგოს. რას გააჩნია? გოგოს. თუ მიყვარს რატო არა? მაინტერესებს არა ქალიშვილ გოგოს ცოლად თუ მოიყვანდით? მყავს ცოლი, ამიტომ აღარ მოვიყვანთ. რომ არ ყავდეთ? რომ არ მყავდეს, რავი მოვიყვანთ. მაინტერესებს არა ქალიშვილ გოგოს ცოლად თუ მოიყვანდით? არა, ჩემთვის დიდი გავლენა იმას ქალიშვილია თუ არა. და როგორ გონიათ სოციუმში დღეს საქართველოში ეს აზრი ისევ აქტუალურია თუ არა? და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? შეგნება ალბათ მენტალიტეტი. თქვენ თუ ყავთ მეგობარი, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე ნახევარი იყოს ქალიშვილი. კი. და რა არგუმენტი აქვს რატომ? ნუ ყოველს თავისი აზრი აქვს და ყოველს თავისი შეგნება აქვს. მე არავის არ ვედავებ თავისი აზრი არ აქვს. მე თავისი აზრია და შეხედულებაზე მოვედავ. ოჯახში თუ შეუშვებდით არა ქალიშვილ გოგოს? თვითონ საკითხის დასმა არ მომწონს, იცით, თუ შევუშვებდი. უკაცრავად და ცხოველს შევუშვებ და ადამიანს როგორ არ შევუშვებ. თუმცა, რა საკვირველია, ჩემთვის სულ ერთი არ არის. არაფერი და მათ შორის არც ის. ვინ იქნება ჩემი შვილიშვილების დედა? ისე წარმოაჩენე სიტუაციას, რომ თითქოს ახალგაზრდა კაცების 99% მიესალმება იმას, რომ ადრეულ ასაკში ქალბატონებმა დაიწყონ სექსუალური ცხოვრება და როგორც უნდა და ისე მოიქცნენ. თუ ჩვენ მივდივართ ღმერთისკენ, მაშინ აღვირახსნილი ცხოვრება კი არ უნდა წავაქეზოთ. გადახედეთ სტუდიებში იწვევენ 9-ჯერ 10-ჯერ გათხოვილ ქალებს. სიუჟეტებს აკეთებენ, რომ თურმე ეს ავადმყოფობად აღიქმება დღეს ქალიშვილობა და
ეს იქცა დღეს წამყვან თემად. რატო უნდა დადიოდე ახალგაზრდა გოგო და რატო უნდა სვამდე კითხვას თუ არა რომ ეს დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში რომ ესე იგი უნდა ჩაუნერგონ ახალგაზრდა გოგოებს რომ მიდით რაც გინათ ის გააკეთეთ თქვენი ცხოვრება თუ კაცი დადის სხვა ქალთან თქვენ შეგიძლიათ და მე მაინტერესებს ესე შევქმნით ჩვენ ღირსეულ ოჯახებს ესე შევქმნით ჩვენ რეალურად ქვეყანას რომელიც რაღაცას მიაღწევს თუ რა არის ვერ ხვდები ყველაფერს სუჩი რატო ემსგავსებით ამ ევროპას კაცო კარგი გადმოვიღოთ. თქვენ მოგეწონება თქვენი შვილები რომ როგორც უნდა ისე იცხოვრონ? ეხა ეს გოგო გახარებული და ბედნიერი იყო, რომელიც რესპონდენტიც ეუბნებოდა რომ აი ჩემთვის სულ ერთია ისა. იცით რა ხა მე არავის არ ვაძალებ როგორც უნდა თუ და ისე ვიცუდა ის მოიყვანოს, მაგრამ თავად უკვე აი სახალგაზრდობის გაღწნა რომ ყველა მხრიდან მიდის, ამის დასტურია ეს. ამის დასტურია ეს. და სამწუხაროდ ჩვენი ეკლესიაც რო არ არის მოწოდების სიმაღლეზე ეს აქედან ჩანს რომ იმის მაგურად ქადაგებები იყოს იმის თაობაზე რომ არ შეიძლება ბოდიში და მორუშობის ბიწიერების ქადაგება ამის მაგივრად გამოვა ვიღაცა სასულიერო პირი და თქვენია ეს რაც კიდათ ისე იცხოვრეთო ხშირად მესმის თავისუფლება ამათმა სხვანაირად გაიგეს რა ეხლა ყველას აკავთ შვილები, ყველას აკავთ რაღაცა შვილიშვილები. გესიამონება თქვენ ეხლა რომ აი როგორც უნდა ისე მოიქცეს თქვენმა შვილებმა და აი ამის პროპაგანდა მოგწონთ თქვენ? ან სადნახულობთ ასეთ ახალგაზრდებს? თუ ასე ფიქრობთ, ყველა მაშინ დაქცეულა ეს ქვეყანა. და ეს არის აქედან მოდის მე ყველაფერი ერის გახსნა. მაგრამ ილიანში ეხლა ბოდიში და ისეთი ლექტორები არის, მე მგონი არ ვიცი, იქ გაკვეთილები ტარდება თუ რაღაცა სხვა რაღაცა ტარდება, არ ვიცი და აბა სხვა რას უნდა ველოდეთ. ამიტომაც აგვაქვს ჩვენ პრობლემები პოლიტიკაში, ამიტომ არის დასავლეთი რო გვეუბნება, ეხლა რო გამოდიხართ ზოგიერთები და ლაპარაკობ ჩვენ ეროვნულ ღირებულებებს არ დავთვით, ათმობილი გვაქვს ჩვენ ეროვნული ღირებულებები უკვე. აი სტუდენტ რო გყავთ ესეთი ლექტორები, რომლებიც ლაპარაკობენ, მიდით შვილებო იბოზეთო, იმიტოა მე რომ აი დასავლეთი გეუბნება რომ მიდით უფრო მეტად იმას კერითო რა. და ვისაც არ გესმით აქ სიტუაცია აი გასაოგნებელია ეს ყველაფერი. ამდენობით აი არ ვიცი აი გულის მომკვლელი რაღაცებს გებულობ ჩვენ და ამათ გონიათ რომ ხა ჩვენ ახალგაზრდები არა ვარ ჩვენ რაღაც ჩვენი უნებები არა გვაქვს ჩვენ რაღაცა ქალის მიმართ არ გაგვაჩნია გზნობები მაგრამ ეს რა არის ხა რა ხდება აი როგორ შეაფასებთ მოგესალმებით დიდი პატივისცემით და რაც ახლა ჩვენ ვნახეთ ეს არის ამაზრზენი მე შემიძლია ვთქვა რომ ყველაფერთან ერთად გახლავართ აი რო გავარჩიოთ ახლა ჩვენ ეს სიუჟეტი, ნუ ეს სამარცხვინო რაღაცა, რაც ჩვენ შემოგთავაზეს. მე შემიძლია აი პროფესიული დასკვნა დავდო მასთან დაკავშირებით, რომ აქ ყველგან ფიგურირებს ეგრეთ წოდებული 25 კადრი. რას ნიშნავს ეს, რომ ესე იგი, ქვეცნობიერად მაყურებელს უდებენ ტვინში სიგნალს და ბრძანებას და დირექტივას იმის შესახებ, რომ არაქალიშვილი გოგონას ცოლად მოყვანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს არის ნორმა. ანუ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არის მისაღები და არავითარ დისკომფორტს და წინააღმდეგობას სოციუმთან ის არ შეხვდება, ვინც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას. აი აქ ყველგან ძვირფასო მეგობრებო ეს თქვენ ბატონო ნიკოლოზ და ბატონო ლექსონ უგვეგონება ჩვენ რომ აი ეგ რაღაცა ვიღაცა ახლა ეს ენაჭარტალა გოგო ჭიბგამოჩენილი საკმაოდ მიმზიდველი სექსუალური ვიღაცამ გამოაგდო ახლა იმაში ქუჩაში მიკროფონით ხელში და უთხრა რომ წადი ახლა შენ ჩამოუვარე ისა რა ქვია ბიჭებს და უთხარი ისა ну საქალწული დარღვეულ გოგოებს მოიყვანენ თუ არა წოლებად. ეგრე არ არის. ამას აქვს ჩატარებული ინსტრუქტაჟი, ამას აქვს ჩატარებული ტრენინგი ამ გოგოს. ამას აქვს საკმაოდ კარგი მომზადება გავლილი და შემდეგ არის ეს ყველაფერი, ესე არ ხდება ძვირფასო მეგობრებო. ეს არის ფაქტობრივად, ესე იგი სპეცოპერაცია
ქართული მენტალობის და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ამ ქართულ საზოგადოებაში დომინანტი აზრის წინააღმდეგ. აი ეს ბავშვი გამოდის ამის შემდეგ და არჩევს სპეციალურად ისეთ ახალგაზრდებს, მე გეუბნებით, რომ ეს არის დადგმული. ამ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა მე ფსიქოლოგი არ გახლავართ და არც სოციოლოგი, მაგრამ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამეთანხმება ყველა, ვინც ამ დარგში რაღაცას წარმოადგენს, რომ სადატარებ ამ კვლევას. ეხლა შენ თუ ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გეი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებ ამ კვლევას, შეიძლება ცოცხალი ვერ გადარჩე, იმიტომ რომ იქ კაცები ყველანი გათხოვილები არიან ფაქტობრივად და რას ლაპარაკობ, შენ რომ მე გათხოვილი ვარო, კაცი გეტყვის რომ მე ვინ უნდა მოვიყვანო ცოლათო, რას ლაპარაკობო. შეიძლება ქვაგესროლო თავში, მაგრამ ეხლა შენ თუ ამას ჩაატარებ ქუთაისში, შენ თუ ამას ჩაატარებ სვანეთში, შენ თუ ამას ჩაატარებ სამეგრელოში, შენ თუ ამას ჩაატარებ ისეთ ტრადიციულ რეგიონებში ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი საქართველოისა, რომელიც სულ ზღაფავს და ხერხემალშია გადამწრეული და ხროტინებს სასიკვდილო მაგიდაზე, ჩვენ ქართველებმა მივიყვანეთ აქამდე ეს ქვეყანა. მაშინ შეიძლება შედეგები მიიღო კატასტროფულად და აბსოლუტურად ამოტრიალებული. ამიტომ შეიძლება და იმ ჭიბგამოჩენილ და მიმზიდველ გოგონა შეიძლება გასაქცევადად კი გახდემოდა საქმე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატარდება მსგავსი გამოკვლევები. მეორე, მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და დამეთანხმება ყველა პროფესიონალი და სპეციალისტი, ვინც სოციოლოგები არიან, რომ ეს ტიპები, ეს ბიჭები საგანგებოდ არიან წინასწარ შერჩეულები. მათი ვარცხნილობა, მათი ქცევის მანერა, მათი ჟესტიკულაცია, მათი ეს ყურზე ყველას ჩამოცმული ეს ეგრეთ წოდებული ყურსასმენები, ნაუშნიკებს რო ვეძახით ეხა ჩვენ რუსული სლენგია, მაგრამ რაც არის ახლა როგორც არის, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ესენი სპეციალურად არიან შერჩეული. და საბოლოო ჯამში რასთან მივყავართ ამას ყველაფერს? საბოლოო ჯამში გვაგუებენ იმ აზრს ქართველებს, რომ შენთვის ეს ტრადიცია იყო, რომ ქართველი ქალი აუცილებლად ქალწული უნდა ყოფილიყო და ქორწინებამდე მას ეს ითვლებოდა ოჯახის სიკვდილად და დამარხვად. ეს არის შეტევა. ეს არის შეტევა საზოგადოებაში. არა, რისთვის აღნიშნავთ ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღეს? ოჯახის სიწმინდე რას ნიშნავს, მაინტერესებს? რომ სიწმინდე რა არის? აი ამიტომ კეთდება ეს ყველაფერი. და აი ეს გოგონა, რომელიც არის დაკოკილი, ეს თქვენ არ გეგონოთ, რომ ვიღაცა ახლა ბავშვი კი კიდე გეუბნებით. ეს არის დატრენინგებული, მომზადებული და ბავშვი და ეხლა ის ბიჭი რო ეუბნება შენ თუ ხარ ქალიშვილი ეგ სხვათა შორის რითო ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა ეს სხვათა შორის და მე ძალიან მაინტერესებს ბოლოს რა თავდება ეს სიუჟეტი ხო აი ეგ მაინტერესებს ესე იგი გოგონა რომელმაც ჩამოუვარა ერთ 10 ბიჭს და მე რა ხდება ბოლო გვაინტერესებს რა ხდება ახლა ამ გოგოსა და ამ 10 ბიჭს შორის და ესენი დაემშვიდობდნენ ერთმანეთს თუ მოიყარეს თავი და მე რამე რა ხდება აი ეს შეკითხვას ვამ კაცო მიხოსი არ იყოს ვიკითხე მეტი არაფერი პირადული თქვენ ეხლა მაგალითად მე გეტყვით ამ გოგონას პატრონი რო არ ყავს გასაგებია არ აყავს პატრონია არა ერთი წუთით რა მე მაინც ვალდებული ვარ პატრონი არ აყავს ამ გოგონას პატრონს ნუ შევეხებით რატო იცი ვერავინ ეხები მე ამის პატრონს იმიტომ რომ გოგონა რომელიც ქუჩაში გამოვა აი ესეთი მდგომარეობაში ხო და აი ამ ახალგაზრდა ბიჭებს ჩამოულის რომ ქალიშვილ გოგოს თუ არა ქალიშვილ გოგოსო ცოლად მოიყვან თუ არა მე ვფიქრობ რომ მას პატრონი არ აკავს შვილო პატრონი არ აკავს ძმიშვილო დიშვილო არ აკავს პატრონი და გამოშვებული ხარ ქუჩაში და დაამთავრებ ცუდად ხო და აი იმიტომ გეუბნები რომ ეს არის საწყენი იმიტომ რომ ანგელოზივით ბავშვი ხარ და მშვენიერი გოგო ხარ და კარგი ოჯახი უნდა შექმნა კარგი ბიჭს აყვე და გახვე ცოლად და კარგი შვილები გაუზარდო ქვეყანას და ამ თვალსაზრისით შენ არანაირ პერსპექტივას არ აგაქვს იმიტომ რომ იქცევი ცუდად აი ხა
და ხარ უპატრონო გამოგდებული ქუჩაში. მე ერთ რამეში ვერ დაგეთახმებით ბატონო დიტო თქვენ ბევრ რამეში გეტყვით, მაგრამ აბა პატრონის ბრალი არ არის ეს. იცით რატო გეტყვით რატო? პატრონს აქვს რაღაცა გარკვეული აი ზემოქმედების მექანიზმი 12-13 წლამდე. მერე უკვე ფორმირება ახალგაზრდისა ხდება არა ოჯახში, არამედ უნივერსიტეტში, საზოგადოებაში. ეხლა რომელი მამა და დედა ეტყვის სადიდა ეგეთი გამოკითხვა ჩაატარებ, მაგრამ რო წავიდა უნივერსიტეტში, ესეთი გაწყობებია, სკოლაში ეგეთი გაწყობილება. ვერ გაზარდეს და იმიტომ წავიდა. არის ბატონო დიტო დამეთახმეთ, ვერმა გაზარდა, მაგრამ გარემოა ესეთი. და ამაშია ჩვენი ხელისუფლება დამნაშავე, რომ ოჯახის სიწმინდეს რო აღნიშნავთ, ილიას უნივერსიტეტი რატო ჩააბარეთ სოდომისტებს? ილიაუში რომოვა და გახთილი შიშველი ლექტორი რო დახვდება, იქ რამდენჯერ განახოთ, ის ქალი ბოლო-ბოლო 9-ჯერ ხო არ უნდა გავათხოვოთ არა? ბევრს ისე იქო გაშიშვლებული მკერდითო დახვდება. რაღაცა ისე ბატონო ნიკოლოზ იმ ქალს ძალიან შეუჭდიდა. თუ რამე გაქვთ ინტერესი და რაღაცა ამ წერილი გაუგზავნოთ კაცო და მოდი მოვიპატიჟოთ ჩვენთან ტელევიზიაში და იქნება თვალს ერთი მეორეც ესეთი რო კიდე დიტოსნაირი რო შეიძლება რაღაცაში დამდონ ბრალი რაღაცა ჩემსა და რა ღმერთმა რაღაცა როგორც ბატონი ტრისტანი ჩამოყალიბდა რაღაც ერთი მიმართულების ექსპერტად ისე ჩამოყალიბდი თქვენ ეს კამთარაძია თუ არ ვცდები ბაქალის ექსპერტად ხო და მოვისხათ მადლი და ქალბატონო კამთარაძე მომწადით ერთი აჩვენ მოვალ თქვენთან და არა ეხლა ერთი რამე არის რა არა უყურეთ რა ხდება ღმერთმა ყველას მოგახმაროთ რაც გინდათ და როგორც გინდათ რაც გინდათ ის გააკეთეთ მაგრამ ჩემთვის პირადად არ არის ის ეხლა კაცო შეიძლება ადამიანი შეცდეს ეხლა აქ იმაზე არ არის ახლა ჩვენ იმას კი არ ამბობთ რომ ადამიანი ეხლა შეიძლება ადამიანი შეხვდეს მაგალითად კაცს უარგისი აღმოჩნდეს მეორეჯერ არ უნდა გათხოვდეს გათხოვდეს აქ მაგაზი არ არის ლაპარაკი რომ ჩვენ იმას კი არ ვამტკიცებთ ქალიშვილი იქნება თუ არა მაგაზს კი არ ვამბობ აგიტაცია არ უნდა იყოს თორე ხო შეიძლება ადამიანი კარგი გოგოა შეხვდა უარგისი ქმარი და არ უნდა გათხოვდეს ის ადამიანი კაცო როგორ გეკეთებათ რა ამაზე ჩვენ ეხლა ესენი გამოგვიყვანენ ეხლა ბოდიში და ტყიურებს გამოგვიყვანენ ვითომ ჩვენ რაღაცა ჩადრებით ვითხოვთ ტარებას ჩადრებით სიარულს ვითხოვთ არა მეგობრებო მაგას კი არა პროპაგანდა არ შეიძლება ახალგაზრდა გოგო რომელიც თვლის რომ თავის მეუღლეს უნდა ჩაბარდეს ქალიშვილი შენ რატო აქილიკებ და რატო დასცინი იმას ამაზეა საუბარი და ამაზე არავინ არ ქადაგებს სამწუხაროდ აი ეკლესიამ არ უნდა იქადაგოს იმაზე რაც არის პრობლემა ამ ქვეყანაში რომ გაბოზდა მთელი თაობის დიდი ნაწილი აი ახლა ერთადერთი მამა არჩილ მინდიაშვილს მივესალმები მე ეს კაცი არის ხმალამოღებული და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი ამოიღეთ ენა და თქვით რაღაცა კაცი გამოვა და პირიქით იქ ამბიორიდან გვესმის რომ თქვენო თავისუფლები ხართო და რაც კიდათ ის გააკეთეთო და მიდი და გააკეთეს რაც უნდათ აგერე ჩაცმულობა გამომეტყველება ტატუირებას და სხვა გულისხმო პირსინგებს და 1000 სისაძაღლეები თელი სიმყრალი არც ხელზე გამოტანილი თელი სიბინძურე გადაჭარბების გარეშე გამო ამიტომაც ამბობს მამა გაბრიელი და არა მარტო ის რომ ბოლო დროის მორწმუნეებს ჩაცმულობით იცნობენ შიშველი ტიტველი ევრიან უღმერთოები და ვინც შემოსილი იქნება ის ღვთისმოსავი ქრისტიანი იქნება ამიტომ ასეთებისგან ან უმრავლესობისგან ამგვარებს დევნა ექნებათ ნუ ეხლა პირველისა როგორ ამკობენ გოიმი ჩამორჩენილი არა პროგრესული და აქ ამათაც პატიმოყარეობა იზოლებული არიან თუმცა შინაგანად შეიძლება არც ეთანხმებოდნენ რომ მათსავით იცვებდეს ვერ ვამოფიხდიდნენ რა და იხატებოდნენ თუმცა შინაგანად შეიძლება არ ჯეროდნენ და კიდე იმდენი სიმიძურის მოტანა შემილია რომ სირცხვილია ტაძარში ამაზე ვილეთ რომ მე ისეთ რასმევ და არა მარტო მე ვუძლები ისეთ რასმევ ისმეთ ასარებაში რასაც არსად არ აჩვენებენ არის პავლე მოციქული იტყოდა ჯოჯოხეთის ფსკერამდე ჩასული ადამიანების მონათხრობებს ღაღადის ასე ვთქვათ ბევრი არჩილ მინდიაშვილი ჭირდება ქართულ ეკლესიას იცით რატო იმიტომ რომ ადამიანი ზოგჯერ ეკლესიაში რო შევდივარ უხერხულად ავწდობ თავს იმიტომ რომ ხალხი გახთილი შემოდის იქა რა აი ჯვრისწერები რო არის განსაკუთრებით ესე იგი შემოვა პატარძალი
ამოღებული ბიჭო, ასე მგონია, მოდი დედიშობილა ეკლესიას მაინც ეცით პატივი. იცით რა, ჩვენ თუ ქართველები ვართ, ქართველები უნდა ვიყოთ. ეხლა მთელი მსოფლიო ყირაზე რო გადადგეს და გადაირიოს, ჩვენ სხვა არ უნდა გადავირიოთ, კაცო, არა? სასაულია, აი ბატონოლებს, აი რო ვიზახით ოჯახური ღირებულებები, ის კი არ არის მარტო მოდიჯი, სადღეგრძელო თქვა სუფრაზე. ესეთი გინდა თქვენი შვილები, მაგალითად, ეხლა ბიჭები ყავთ ხო ყველა, გინდა თქვენმა შვილებმა ბოზები მოიყვანონ ცოლად? გინდა? და ეს მიდის დღეს მიდის, ესე იგი რეალურად ყველაფრის, ესე იგი პიარი იმისი, რომ პირიქით კარგია, დღეს სტუდიებში ზის 9-ჯერ გათხოვილი, მიიტი, ესე იგი ერთი ნორმალურ ხას ვერ დაიდახავ ტელევიზიაში რა. 9-ჯერ გათხოვილი, 7-ჯერ მიმასკდილი, ბოდიში და ასე მგონია ბოლოს იქნება ჯგუფური სექსი. ეხლა იმედზე, ჯაჯანიძე გამოიყვან, დავაი მიდის პლაშტოის სექსი წავა რა, ეს კაცი გაუშვებს აბას რა. ესე იგი, თქვენ ახლა რო ბრძანეთ, რომ ეკლესიაში გახდილები შედიან, პატარძალი შემოვიდა ეკლესიაში კაცო. მე გამოვიკეცი ეკლესიიდან. რატო გამოვიდი? შეუძლები რა, ეგეთი არაფერი მინახავს. ესე იგი, მთელჯერ დაავიწყდა ის რაც ლიტურგია. დელს კაცო, დელის კაცია, კაცო, სახარება წმინდა წერილში წერია, რომ დელს ცოლი უნდა ყავდეს და დელი ახალგაზრდა კაცი იყო, მოექცა თვალები, კაცო, ამ გოგოს, ესე იგი, მე ამ პატარძალს. არ ვიცი რა, ნუ ახლა ეგეც უკვე იცი რა არის, ეგეც უკვე გადახარა. ყველაფერი, ესე იგი, კაცო, ტიტმელ ქალს ეჭირა კალაპტარი ხელში. მე გავგიჟდი რა, მე აი ძალიან უხერხულად ვიგძენი. ყოველგვარი ღლიცინის გარეშე ვამბობ ამას, რომ ძალიან უხერხულად ვიგძენი თავი და გამოვედი რა. იმიტომ რომ შეუძლებელი იყო იქ ყოფნა და ნუ ესე იგი ეს ხალხი, ნუ ესე იგი არ ვიცი. ხო და საერთოდ ახლა ეკლესიასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ვირფასო ტელემაყურებელო, რომ მე არ გახლავართ 100-თა გამრიგე და არავის არ განვიკითხავ. მე საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიაში ძალიან ბევრი პატიოსანი მოძღვარი ვიცი და ძალიან ბევრი მღვდელმთავარი ვიცი. თითზე ჩამოსათვლელები არიან ისინი. ძირითადი მასა გამოკეტილი არიან როგორც ფეოდალები თავიანთ რეზიდენციებში და პირდაპირ არიან ჩამოყალიბებული ბიზნესმენებად. პირდაპირ ბიზნესმენებად არიან ჩამოყალიბებულები, ხო და არიან დაქვემდებარებული პირდაპირ პოლიტიკურ რიტორიკას. ზოგი არის აი ამ ნაციონალური მოძრაობის მიშმადიდებელი, მართლმადიდებლობას ზურგი აქცია და მიშმადიდებელი გახდა და ასე შემდეგ. ეხლა ერთი რამეა, რომ აი ეს არის აქიდან იწყებ ჩვენ რომ დღეს მთელი აი წინაკვირას იყო გათხოვილ კაცებზე საუბარი. ბოდიში და ქალი ამათ არ უნდა და იმიტომაც არის რომ მე აი ეს სიტუაციაა რომ აგერ აი რაები ხდება. ჩვენ საქართველოს კავკასიის მზე გადაიცა კავკასიის ბორდერად სამწუხაროდ. კი, გადაიქცა და ეს განპირობებულია იმით, რომ ეგრეთ წოდებული მერერა საზოგადოება ყავს. კი, გეთანხმები. ეგ არის თავარი პრობლემა, რომ ყველაფერზე იძახეთ მერე რა მოხდა. კი, ბატონო. ყური გაიხრიტე, მერე რა მოხდა. ცხვირი გაიხრიტე, მერე რა მოხდა. არა ხარ ქარიშვილი, მერე რა მოხდა. აი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. და რეალურად რომ მოხდა, რეალურად რომ დიახაც ჩვენ გვირტყავენ, რეალურად რომ დიახაც ჩვენი გარყნა უნდათ. დიახაც რომ ამ ყველაფერში დასავლეთია გარეული. დიახაც რომ უამრავი თანხა იხარჯება ამ ყოველივეზე. დიახაც რომ მოხდა. თუნდაც ეს ბავშვი რა ახალგაზრდა გოგოა, რო კითხულობს, ხო? როგორ დაჟინებით ცდილობს, ნახე? დაჟინებით ცდილობს რომ როგორმე მოახტინოს და დაარწმუნოს რომ ის გოიმი, ანუ მისი რესპონდენტი არის გოიმი და შეცდომაშია შეყვანილი აიძულა რომ იმ ბიჭს ეთქვა რომ ეთქვა რომ აი ის რა ხო კაი არაკაშვილი რაღაცა არტეხავს თუ რაღაც მსგავსი რო ათქმევინა რა. აი ეს მოხდა, დიახაც რომ მოხდა, მაგრამ ეს გამოკითხვა და მსგავსი პროპაგანდა ხო პირდაპირ მიზანმიმართულია. რომ ამ სიცილკისკიში ხახახა რა მოხდა, მე რა მოხდა, ყველაფერი ისა რა ქვია, არაფერიც არ ხდება ისეთი და რეალურად ხდება ის რომ ამ ყოველივეში მე უნდათ რომ ჩვენ ოჯახების სიწმინდე დავკარგოთ, უნდათ რომ მაგალითად ერთხელ გათხოვდა არ გავუმართ და მეორე წავა მე რა მოხდა, სამჯერ გათხოვდება, 4ჯერ მოიყვანს, 5ჯერ მოიყვანს და არა ვითომაც არაფერი ეს და ან მაგალითად არატრადიციული სქესთან დაამყარებს კავშირს და მე რა მოხდა, ხო ერთხელ თუ ორჯერ თუ ბოდიში ამ სიტყვაზე გადაიკუზა, არაფერი არ მოხდა რა. რა მოხდა? აი ეს არის მათი მიზანი, რომ ყველაფერი უნდა გაუბრალონ, ანუ ფასეული, ღირებული აღარ უნდა იყოს.
და აი ამას ცდილობენ. და ჩვენ სწორედაც მაგიტოვა რომ ამ პროპაგანდაზე ვებრძვით და ყოველთვის შევებრძოლებთ. არა, ერთი რამე არის, ბატონო ისა ლექსო უყურეთ. ეხლა მე ბატონ დიტოს ვეთანხმები რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო და რატო? არ არის საქართველოში ახალგაზრდა კაცები ესე არ მისულან იქამდე რომ ფეხებზე კიდოთ ყველაფერი და ამის დასტური რა არის? ესე იგი აურაცხელა რიგები დგას ივაკ უზანოვის კლინიკაში ამ ბოდიში და საქალწულო აპკის იმაზე რა ბოდიში და როგორც ესე პარასკევს ხეთდება ეგ ოპერაცია. ხო თქვენ საიდან იცით ეგ? ვიცი კაცო მე ბევრი არა პარასკევია თუ იმიტომ რომ შაბათს კვირას ქორწილია და იქ ცოტა ხოლმე მოშუშტეს ხო გასაგები ხო და ესე იგი თუ კი რიგები დგას ესე იგი არის ახალგაზრდა კაცებს არ სურთ რომ რაღაცა სხვაგვარი რაღაცა ის კონდეთ ხო რაღაცა და არა ვერ გავიგე თუ კი ბოდიში ფეხებზე კიდიათ რატო იკერავთ ამ ყველაფერს რა ჭრაკერვა რატო არის გაჩაღებული მაინტერესებს თუ თქვენ ესეთი თავისუფლე რატო ატყუებთ არა რატო ატყუებენ არ ჯობია უთხრა შენ აი ხლა შემოვიდა ბოდიში რომ გაწყვეტ ძალიან მოდაში შემოვიდა ეგრეთ წოდებული ტრენდია რომ უნდა გქონდეს ტატუ აი დააკვირდით ახალგაზრდა გოგოები ძალიან ლამაზი გოგოები რომ შეხედოთ ტატუა ყველას ტატუ უნდა გქონდეს ყველას კი და აი ეს რა ანუ არ ვიცი ეს 1-30 წლის მერე საქართველოში ნაკოლკიანი ბებუები რო გვეყოლება ხო მაგარი ხო გვეყოლება ეგრე ბევრ უმრავლესობას ექნება და ნუ ჩვენ არ გვინდა ესე რო იყოს მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ბევრს არის რას ვიძახი იცი რომ ამაზე უნდა მართლაც ეხა ივაკ უზანოვმა ისე კაი მიგდება ნახა რა ესე იგი კაი ბიზნესი აწყო მაგაცმა მაგრამ ერთის მხრივ ცუდი ბიზნესია იმიტომ რომ ქართველი კაცები ყავს შეყავს შეცდომაში იმიტომ რომ ეხლა ვერ გავიგე ეს არის უდიდესი მკრეხელობა იმიტომ რომ ადამიანს პირველივე დღეს რო ატყუებ შექმარს თუ მართლა ესეთი თავისუფლები ხართ რატო იკეთებთ ამ ოპერაციას მაშინ ხო იცახით რომ მე ესეთი ვარ და ისეთი ვარ და ისო რატო გჭირდებათ მაშინ რიგები რატო დგას მაინტერესებს ამისი არა ეს ივაკ უზანოვი ძალიან საშიში კაცია გოგა პიპილაშვილის არის ძალიან მაგარ სეკვესტრებს აკეთებს ის წინვალე სკეჩი წინვალე დიდებული ქართული არა რა არის ეხა იცი და ჩვენ ამას ეხა ეს ზევითომ სახუმარო არის და რა ვიცი ოჯახური ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ ქართველი ქალი ყდიდან ვარდებოდა და რომ არ ჩაბარებოდა უცხოტომეს და დღეს ეხლა პირიქით ქალები ერთმანეთს ამტრევენ თაგვს ვინ უფრო გაყვება იმ უცხო ბატონო ნიკოლოს ეხლა წინწყალი და უკან მეწყერი იმათ ეხლა დედაბერივით დავიწყე წყევლა რომლებმაც ეს ყველაფერი დაგეგმეს ფული გადაიხადეს და რომ ქართველი კაცისთვის გონება მოეღრიცათ და აი მენტალობა შეეცვალათ. მე ყველაზე მეტად იცით რა მაკვირვებს და რა მაწუხეებს. საქართველოში 2024 წლის არჩევნების შედეგები არ აქვეყნდება ხალხო. იცით რატო არ აქვეყნდება? გადაგვისწრეს უცხოელებმა. 1.340.000 ქართველია საქართველოში დარჩენილი, მეტი არა. და საქართველოს მოქალაქე არაქართველების, ძირითადად აზერების და სომხების რიცხვი უკვე 1.200.000 აჭარბებს და თუ ამას დავუმატებთ იმ 784.000 მიგრანტს, რომელიც შემოთესლებულია საქართველოში. ჩვენ უკვე სუმცირე 700.000 კაცით უკვე გადაგვისწრეს არაქართველებმა. დაღუპულია ქვეყანა. ამაზე უნდა ტარდებოდეს გამოკითხვები. მთელი საქართველო ფეხზე უნდა იყოს დამდგარი და განგაში უნდა იყოს გამოცხადებული. და აი აქ გამოყავთ ეს არ მინდა ახლა ამბავ შეურაცხყოფა მივაყენო და ფულს აძლევენ ამაში და დგამენ აქ სპექტაკლებს და დაძდევენ ამ ახალგაზრდა ბიჭებს მოიყვან თუ არა ისა მე ვიცი მაგას რა პასუხი ჭირდებოდა რა მაგრამ იქ არც ერთი არ იყო ბიჭი რა ეგ არის თელი უბედურება არა ეს ქეთინო და ბოდიშ და ამდენ თქვენ ხო თქვით რომ ქალებიო ისაო რა ქვია ქალებიო ის არიანო რა ქვია უკვე თითქმის ყველა სვირინგიო კაც ვერ ნახავ საყურე რო არ ეკეთოს თითქმის ნაკოლკები გძელითმები ვერ გავიგე ვის დაემსგავსეთ თქვენ უპატრონოებო თქვენ არა ქართველი კაცი იმიტომ გამოირჩეოდა რომ რაღაცა ბოდიში და კაცობის რა გაგაჩნიათ გულვაშებით და საყურეებით ბოდიში და იმ დღეს მანქანა გამიფუშტა და სამარშრუტო იმაში ტაქსით ვიმგზავრე და სადულვაში და ხო და კაცი ჩავიდა ახალგაზრდა ბიჭი ერთი წამით და ბოდიში და დაიკუზა და ბოდიში ხა თვალებს ხوار დაიბრევა ისე იგი ბოდიში და რა ვიცი ისეთი ვითარება შეიქმნა ხალხი
გადავარდა რა. ვერ გავიგე ასე როგორ გადახვედით ყველაფრისგან რა. ან ეს რა არის, რანაირად გაცვლია. გვარაბიას ეწვევ. ხო და ბოდიში და ხო არა კაცები ბიჭო რატო უნდა ქონდეს ამოღებული დახეული ჯისები რომ ესე იგი ეხა ქალმა რო გამოაჩინოს რაღაცა სხეული რაღაცა სხვანაირი გზნობები აღივსები და თქვენ ვერ გავიგე რა რა უბედურება ესა ვერ გავიგე რა არის რაღაცაში კაცობა აი ხვიჩა კვარაცხელიას რატო ვცემ უდიდეს პატივს ხო არის რომ აი ყველა ეს ჩვენი ქართველი ფეხბურთელები ძირითადად ეხლა ამდენ ტატუების კეთება შვილო ვარჯიშებზე ივარჯიშეთ იქნება გოლი გაიტანოთ რაღაცა და კაც ერთი ტატუ არ აქვს გაკეთებული პირჯვარს იწეს და ამიტომ არის მიუღებელი შენ პოპულარული იმითი კი არ უნდა გახდე იმითი რამდენი ტატუ გექნება სხეულზე არამედ იმითი რომ მორალური სახე გაქვს რა არც გამოვიყვანდი ტელევიზორში ეგეთ ხავს იმიტომ რომ აბა რაც უფრო ცნობადი ხარ მით უფრო მეტი ის არის რაღაცა მონუსხვის ელემენტი არის და ახალგაზრდობას უკვე სხვადასხვა აღუძრავენ და გზობენ. ინდიელები დადიან კაცო რაღაცეები ჩამოგიდებული. ვიცი სამა. აი ხა აგერ ხა თქვენ ხო გამოკითხო არახეთ ხა ჩვენ ხო არახეთ თბილისში გამოკითხო. აი ხა გადახებთ უკრაინაში ერთ-ერთ ქალაქში გამოკითხვას და აქ საერთოდ კატასტროფული სიტუაცია არის ნახეთ აგერეთ. А вы верите в Бога? Ні. Ні. А вы верите в Бога? Ні. А вы верите в Бога? Ні. А ви вірите в Бога? Ні, не вірю. А ви вірите в Бога? Не зовсім. А ви вірите в Бога? Я агностик. А ви вірите в Бога? Ні. А ви вірите в Бога? Не дуже. А ви вірите в Бога? Ні. А ви вірите в Бога? Ні. А ви вірите в Бога? Ні. А ви вірите в Бога? Інколи вірю, інколи ні. А ви вірите в Бога? აი ეს არის რეალობა. აი ეს არის უკრაინის დღევა, იმიტომაც არის უკრაინა. აი ეს უნდათ რომ აი ესეთი ქვეყანა უნდათ ჯერ გვეტყვია რომ არაქალიშვილი უნდა ყავდეს ისე რა ქვია ქალები, მერე გვეტყვიან რომ აი ღმერთს არ უნდა იწამონ. აი ეს არის ფაქტი. ეგეც დადგმულია. ყველაფერს იზავენ. ეგეც დადგმულია. ყველაფერს იზავენ, ხო და ყველაფერს ცდილობენ რომ დადგან. ესეც დადგმულია. ყველაფერს იზავენ რომ თავზე მოგვახიონ, ეს არის მათი პროპაგანდა და მათი მიზანი. რაშიც უამრავი ფული იხარჯება ეს ჯერ სოროსის ფონდი იყო და ძლივს მოვიშორეთ და ვერც მოვიშორეთ რა მოვიშორეთ ბატონო ლექსო ხო და მაინც ვერ მოვიშორეთ ის ქალი სამი დღის დამადასავით ვლაპარაკობს კაცო ჩახლეჭილებით ის ხუციშვილი კი მაგრამ თუ საქართველოში სოროსის ფონდი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოროსის ფონდს ესე იგი მოკლედ სასიკვდილო ლურსმანი დააჭედა კი მაგრამ სოროსის ფონდს რატო არა უქმებთ საქართველოში ვერ გავიგე ეს ქალი ხუციშვილი რა ისე ვაგზლის ბომჟივით რო ლაპარაკობს კაცო ხო აი გეკითხებით რა რას წარმოადგენს დღეს საქართველოში რას აკეთებს სოროსის ფონდი და ვის აფინანსებს დაადეთ ხელბორკილები და დაუჭედეთ კარი და გამოყარეთ გარეთ ესენი კაცო გამწონებული გაქვს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ტრამპი არის დაუძინებელი მტერი მორჩა კინო გათავებულია რა გააკეთეთ ესა რას უცდით რას კოწიწობთ რა ექსპერიმენტებს აკეთებთ ეს ერთი მერე მეორე კიდე ბატონო ლექსო მე არის ახლა თქვენ ბატონო ნიკოლოს თქვენ ხართ ძალიან მაღალ კვალიფიციური იურისტები ჯო როგორ არის ეს როგორ რეგულირდება კანონით ესენი რო დადიან ეს შახიდებივით ეს არაბი ქალები და ირანელი ქალები და აი ეს თვალები რო უჩვენო ხიჯაბები რო აქვთ ხო კი მაგრამ ეს როგორ ხდება ევროპაში როგორც მე ვიცი ეს აიკრძალა ნუ ჩვენთან არ არის ჯერ ეგ მიღებული კი მაგრამ როგორ აი გეუბნებით ამასინათაც თქვი და ამასინათ რაღაცა ის რა ცოტა გაციებული ვიყავი აფთიაქს შევედი და სამი ქალი შემოვიდა ეგრე გეუბნები ზურგი ამეწვა ძმაო მე ვფიქრე რაღაცას ან ბომბს მესვრიან თავში ან რაღაცას აწევენ აკაურობას აერში მეთქი კაცო ან იქვე ჯერ მე ბავშვი შეეშინდა დაიწყო ტირილი ვერ გააჩერა დედამისმა ესენი დადიან ნუ არ ვიცი რა საზიზღარი სიტუაცია რას დაამსგავსეთ ეს აყვავებული ქვეყანა ეს ულამაზესი ჩემი სამშობლო რას გავს არა რუსთაველი იყო სავიზიტო ბარა რუსთაველის პროსპექტზე დავდექი გუშინ და ქართველი კაცი მე იქ ვერ უნახე გუშინ ვაკეში ვიყავი ქართველი ვერ უნახე საქართველოს დაიცალა ქართველებისგან რისთვის აშენებთ ამ კორპუსებს ვისთვის აშენებთ აი ახლა მე აი ჩვენი ერის გახსნა იწყება კიდე საიდან ეხა იმ დღეს შემზარა კაცო ეს რა წავიკითხე
ესე იგი ქალების გაბოზება, კაცების ბოდიში გასოდომისტება, გაუკუღმართება და პავლიკა მოროზოვებად აღსდა კიდე თაობას. რა თქმა უნდა. ესე იგი იმ დღეს ირაკლი ბათიაშვილის ერთი წამი ნუცა ბათიაშვილმა აი ამ ბოდიში და ის ქალი რო არის აჭარაში რო ასამართლებენ ჟურნალისტი რო არის დრობელბაც ხელი გასილა და ამაღლობელთან დაკავშირებით ასევე ზურა ჯაფარიძეზე იყო იქ ხაქცენტი ეხლა და ზურა ჯაფარიძე რომ მიიყვანეს მამამისის გასვენებაში დედამისის გასვენებაში ესე იგი ამ ნუცა ბათიაშვილმა დაწერა ესეთი სტატუსი და წაგიკითხავთ 20 წუთით მიიყვანეს ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში 20 წუთით და როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველა ნახეთ. ძალიან არ მინდა ჩემი ამ ბიოგრაფიული მის ხსენება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო. ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო შეიარაღებული გადატრიალების ცდელობისათვის, რაც მოგონილი დადაშაული არ ყოფილა, ხტობაზე არ გამოცხადებისგან გასხვავებით, მამამისის პანაშვიდზე იძგა მთელი დღე და კაცი ჭამია დაცებს ისე მიყავდათ და მოყავდათ. თუ არ იცოდით, ვერ მიხვდები რომ ციხეში იჯდა. ეხლა ესე იგი არავინ არ მიუყვანია ჯერ ეგერთიც ეხლა მე ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილმა ირინამ დაწერა და ფაქტიურად ჯვარსაცვა ეს ქალბატონი ნუცა ჯერ ეგერთიც რატო აი როგორ ესე იგი თან რას წერს ამიბაში რომ ესე იგი მამა ჩემიო უყურეთ აქ რას წერს მამა ჩემიო მოგონილი დანაშაული არ ყოფილაო ესე იგი მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ ირაკლი ბათიაშვილი უკანონოდ იხდიდა სასჯელს ერთი სიტყვა თქვა მარტო აბა ბიჭებო გამაგდითო და ეს აი ესეთი ადამიანები აღზარდეს ხა გესმით ხალ ხო ესე იგი ჯერ სიმართლეს არ ლაპარაკობს რომ მამა მიიყვანესო არავინ არ მიუყვანია და გასვენებაში ეს ბათიაშვილი და მე კიდე შვილი ჩამოაყალიბა ამ სისტემამ ისეთი რომ მამა ჩემი მართლა დამნაშავე იყო მართლაც რომ დამნაშავე ყოფილიყო შეუპატრონო მართლა რომ ყოფილიყო დამნაშავე შვილმა რატო უნდა გამოხვიდე და რატო ილაპარაკო ეს და მით უმეტეს თელმა მსოფლიო აღიარა რომ ბათიაშვილი იყო უკანონო პატიმარი აი ესეთი საზოგადოება შექმნა დასავლეთში. აი სირცხვილია რა აი გაოგნებული დავრჩი რა და პირველ რიგში უნდა აღნიშნო რომ ირაკლი ბათიაშვილი არის მართლაც რომ ეროვნული გმირი ამ ადამიანს ძალიან ბევრი დამსახურებები აქვს საქართველოს წინაშე და დღესდღეობით ძალიან ცოტანიღა შემოგჩნენ როგორიც არის ირაკლი ბათიაშვილი. და უნდა გაუფრთხილდეთ მას და არათუ პირიქით აი ესე უნდა დავაზიანოთ. ჩვენ ხო კარგად ვიცით აი ამ გოგონას ინტერვიუს უკან ვინ დგას და რა დგას და რა ძალებით დგანან. აქედან გამომდინარე ირაკლი ბათიაშვილს მსგავსი ტიპის განცხადებებით ვერ დააზარალებს. იმიტომ რომ მას ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს წინაშე და ირაკლი ბათიაშვილი დარჩება სულ ისეთ მოგონებად და ისტორია შეაფასებს, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ესეთი თაობა როგორ შეხვდა. ხო და მე კიდევ ხაზგასწვეს ახლა ყველა დეტალზე არ მინდა ვისაუბროთ, თორე ფაქტია რომ ამ ადამიანს გამოყავთ და უნდათ რომ როგორმე ჩირქი მოსხონ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ბატონი ირაკლი ბათიაშვილი. მე მინდა დიდი პატივისცემით და დიდი მოწიწებით მიულოცო სადოქტორო დისერტაციის ბრწყინვალედ დაცვა ბატონი ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილს, ულამაზეს ირინა ბათიაშვილს. დაუდასტურო მას ჩემი დიდი პატივისცემა. რაც შეეხება ამ ქალბატონს, რომელიც ახლა გამოვიდა რა, სახელი არ ვიცი მაგის რა და სახელი არ აქვს. შვილი არის, სახელი არ აქვს მაგას, ეს არის მამის მკვლელი. ეს არის მამის მოღალატე. ეს არის ზნეობრივად დეგრადირებული და მიწასთან გასწორებული ნაია ნადირაძის შვილი. ეს არ არის ირაკლი ბათიაშვილის შვილი, ეს არის მაია ნადირაძის შვილი, რომელმაც აი ესეთი მამას დაუპირისპირა. აი ესე გაზარდა თავისი შვილი, სამარცხვინო. სამარცხვინო არის ეს ქალი, ეს არის სამარცხვინო ქალი. ჯერ ესეთი მამაზე ეგეთი რაღაცა როგორ უნდა იკადრო. მაგრამ შენ გეუბნები ახლა მე რა ესე არ ვიცი რა ეს მე ამ ქალს არ ვიცნობ და არც ვცნობ საერთოდ. აი შენ მაგ საქციელის გამო განგება ისეთ განსაცდელს მოგიწყობს რომ აი ხორცს დაიგლეთ საკუთარი ხელით. შენ ახარ გარეწარი, შენ ახარ არაქართველი, არაქალი ხარ შენ. და მაცალეთ რა, იმიტომ რომ
როგორ შეიძლება мама თუნდაც უვარგისი იყოს და ხელიდან წასული იყოს, გამოდიოდე და სააკაშვილის ლეღვის ფოთოლად იქცე. მაგრამ რატომ ხარ იცი ეგეთი? იმიტომ რომ მაიაშვილი ხარ შენა და მაიამ გაგზარდა ეგეთი. ნაძირალამ და ამორალურმა და მთელმა ქვეყანამ იცის, ვინ არის მაია ნადირაძე და არამალაპარაკოთ ეხლა რა. მაგისი ისე თავგადასავლები. მაია ნადირაძე და მარიკა ვერულაშვილი და შუაში მიშა. ნაძირალები. კორექტულობისკენ მოგიწოდებთ და მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა. აი ესეთი თაობა უნდა შექმნათ ამათმა, რომ მამებს დაუპირისპირო შვილები, დედებს დაუპირისპირო შვილები. შეიძლება მე უწონებდეს აქციას გამოვიდა ჟურნალისტები, იცი, აი სულ რომ მტერი იყოს, მართლა აი ხარ სიტყვაზე მტერიც როგორ შეიძლება შეუქო შვილს მამის დაგმობა. თან ყველამ კარგად ვიცით, რომ უდანაშაულო კაცი დაიჭირეს და ესეთი ტაშს უკრავე, ყოჩა ხისაო რა. ამან რა უნდა გაზარდოს, ან რა დედა უნდა იყოს და აი ეს არის მიშას ბუჩქების თაობა. ეს არის მიშა. კი ბატონო, მიშას ბუჩქების თაობა. ანუ აღარ შევალ მე იმაში რა ქვია განხილვებში. ჩემი სათქმელი ვთქვი და არა, განხილვა კი არ არის, ეს თაობის დაწილი შექმნეს, აქ იმაზე კი არ არის, კონკრეტული პირზე კი არ არის ლაპარაკი. ესეთი ადამიანები ჩამოაყალიბეს. და შენ რო უწონებ და საერთოდ ეს ინფორმაციები რო გავრცელე, მე არც ვიტყოდი ამას და მედიაში გავრცელდა უბრალოდ გესმით? და ესეთი ხალხი უნდათ ამათმა შექმნან. და აი მაგალითად ესეთი კიდე არსებები, რომლებიც ეხლა აი რა უბედურება, ესე ქალი ბოდიში და რაღაცა როგორ ესე იგი პრავებს, აი ბოდიში სლენგისათვის უკაჩავებს იმას, რა ქვია, ახალგაზრდა ბიჭებს რა. ქართველი ქალი რა არის შენთვის, რო კუხნაში ვიდგენ? შენ როგორი კაცი ხარ? შენ როგორი კაცი ხარ? რატომ მანიპულირებთ ახალგაზრდებზე, მასე რომ ქართველი ქალი ასე ჭირდება მაინც და მაინც? ვისი ხმა ხარ? რატო? მიდი გავაკეთე. მე ქართველობის ხმა მოგო. რა ქართველობის დამისახელე, საიდან უნამუსოები და თავხედები ხართ, უნამუსოები და თავხედები. ქრისტიანობა. თელი შენი გვერდი, რასაც შენაკეთებ არის თავხედობა და მასწორობა. შენი ვიღაცები ვისთვის იბრუნდა და დაიბრუნეს, რომ შენ აქ მეცე და მითხრა არის თავისუფლება. აი, გამოსტიარებო სულები გქონდა დაბრუნდილი. სულები გახარ და მანიპულატორი. მომისმინე შენ, მომისმინე. ერთ საათში რომ დაიბრიდო, შენ იმედია. იქნები კარგად მოწყობილი, რომ კარგად ჩაიარე და კარგად იბრძოლო. შენ რამე გაგიჭირდეს რეალურად. არაფერი შენთან არ მოვალ დამიჯერე რა. მე რო იქ დავემ იქ რა არა. მე დაგიგები გაიგე და თქვენ ართ გახართ. ართ გახართ. სად უნდა ვიდგე? ვისაც უჭირს და ვის უნდა დაიცვა. ნაცსექტანტების და ლიბერალების აქციაზე. მასხრები. ბავშვებს იჭერენ, ციხეში არიან, არა. რის გამო იჭერენ, გოგო, რის გამო? შენ მითხარი, ხო იცი? რის გამო იჭერენ? რის გამო? ესე იგი ტრუსიკი სამარა დგას იქა? ხო. და ესე იგი კაც ეუნება რომ აი შენ რო დღეს მოკვდები და ესე იგი როგორ მეტყველებს ესა და ეს რაღაცა ეს არ ვიცი ქართველია თუ არა მნიშვნელობა აქვს მაგას ეროვნება არა აქვს ამათ მაგრამ აი რა სადამდე მიიყვანეს ის გამოდის და ქალიშვილობა რა თქიდაო ეს გამოდის და ბიჭებს შეურაცხყოფას აყენებს ის გამოდის და მამა კაცი ბიჭი არის ის მამას უარყოფს კიდე და აი ესეთი თაობა შექმნეს და ეს არის იმის ბრალი რომ ესეთი განათლების სისტემა გვაქვს ეხლა ეს განათლების მინისტრი და მიუმართო რა ვინც დაინიშნა რა ეს მიქანაძე რა დროზე მიხედეთ ამ უნივერსიტეტებს რა უბედურებაა ესა ეს არის ეს შვა აი ამ სისტემამ შვა ეს ყველაფერი დღეს აი ხა შეხედეთ ამას და კიდე არაფერი არ სწორდება მიდის კონვეიერული სისტემით მოქმედებს ეს ყველაფერი შეიძლება ახალგაზრდა გოგო ესე როგორ უნდა ელაპარაკებოდი არა ვინ ახარ რა ხარ ესე ეხელებს უშლიდე იქა იმას რა ქვია კაც რო გეუნება სხვა პოზიციას ტრუსიკის ამარა რა უბედურება ეს აი სასწაულია რა გაუგდები რა კაცი რა ხო ნუ ახლა ჩვენ მქონდა შესანიშნავი სიმღერა ქალო ნარინჯიანო ჩიტისკაბა გიხდებოდა ეხლა ქალო ტრუსიკიანო აი ეგეთი სირცხვი ვინ არიან ესენი რა ვაშკაცი ბიჭი არის და როგორ უთმენ სამდენს რა ეს ვინ არის საერთოდ ეს ნუ აი როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცეების მე ნანახი მაქვს ეგ თელევიზია ფეისბუქი აფეთქებული ამ იმითი და მე გაოგნებული ვარ უბრალოდ და ამას ჭირდება მაგარი ხელი და არ ვიცი ახლა ეს გივი მიქანაძე ისი გამკეთებელია მე რაღაცა ძალიან ეჭვი მეპარება
ეს განათლების სამინისტრო ბატონო ნიკოლოზ ბატონო ლექსო ეს არის რაღაცა აი გეუბნები საცდელი პოლიგონი რა თუ ვინმე არის არა ვერ გავიგე ადრე ჩვენში დარჩეს ახალგაზრდა ბიჭები მიყავდათ იმაში რაღაცა დასავაშკაცებლად და რაღაცა ისა და მე გამოდიოდნენ რაღაცა და ეს ეხლა ვერ გავიგე აქ განათლების სამინისტროში უნდა მიიღოს გამოცდილება არა განათლების სამინისტრო გადაქცეული არის რაღაცა ბოდიში მიიღოს ზურაბ ადეიშვილის მოადგილეების და რეფერენტების ისა რა ქვია სათარეშო პოლიგონად რა აი გეუბნებით ზურაბ ადეიშვილის რეფერენტების მოადგილეების და მრჩევლების სათარეშო პოლიგონად არის განათლების სამინისტრო ქცეული და არ ვიცი ახლა მე არ ვერჩი კაცო ამ გივი მიქანაძეს არაფერს ახალგაზრდა კაცია ღმერთმა გაუმარჯოს ხო და რა ვიცი ახლა ამ სახელის მიმართ მე მაქვს პატივისცემა ცხონებულ მამაცემს გივი ერქვა და ჩემბიცაც გივიკო დავარქვი და არ ვიცი მინდა რომ ამ გივიმ გაამართლოს ახლა მაგრამ ნუ არ ვიცი რა გითხრათ მე თვითონაც არ ვიცი რა გამორიცხულია ეგა რომ მათ გივი მიქანაძემ გაამართლოს იცით რატო იმიტომ რომ მე თავიდანვე ვამჩნევ რომ არაფერს ვერ იმიტომ რომ იქ ადამიანი უნდა დანიშნო ეროვნული თვითშეგნებით ადამიანს უნდა ტკიოდეს განათლების სისტემა და მე კიდე არ არის თვითონ მოწოდება რომ შეცვალო რაღაცა რეფორმას ვიწყებო რა რეფორმას იწყებთ მაინტერესებს რატო არ გამოყრით იმ ილიას უნივერსიტეტიდან რატო არ შეცვლით სკოლის დირექტორებს რატო არაფერს არ აკეთებთ რა უბედურებ როდინმე ხო დაიწყოს ეს რეფორმა რა რეფორმა იწყება რითი იწყება რეფორმა ის მოვიდა ეს სულელი დაიწყო ვაშლები დაურიგა ბავშვებს მე მოვიდა ისა და იქ რაღაცა ის მოვიდა და იმა რაღაცას ისულელე თქვა არაფერი არ დაწყებულა არასდროს რა და ჩვენი ბავშვები არიან გასაცდელში განათლების რეფორმას ვირფასო მეგობრებო უნდა დაიწყოს სკოლიდან შენობის რესტავრაცია კენწეროდან კი არ იწყება როცა არის შენობა ამორტიზებული და მისახედი იწყება ბალავარიდან ფუნდამენტიდან იწყება სკოლიდან უნდა დაიწყოს სკოლიდან უნდა დაიწყოს. აი იქედან უნდა პედაგოგების ოჯახში ვარ გაზრდილი და აკადემიურ სფეროს წარმოვადგენ და სტუდენტები მყავს და მე მკითხეთ ერთი რადონია უნივერსიტეტებში. ყველგან. აბსოლუტურად ყველგან. წარმოდგენა არა აქვთ. ლიტერატურა არიციან, მხატვრულ ლიტერატურას და კლასიკურ ლიტერატურას არიციან, არიცნობენ, გეოგრაფია არიციან, ისტორია არიციან. და ჩვენ რას უთხოვთ მერე? კი ბატონო, თითო ოროლა მანათობელი ბრილიანტი ყველგან წინავს, ყველა ფაკულტეტზე და ყველა კურსზე და ყველა აუდიტორიაში, მაგრამ ეს ვერ ქმნის დონეს. ვერ ქმნის იმ საჭირო კონდიციას, რომელიც სჭირდება ქვეყანას. თუ ვინმე მაგარია და ძალიან მაგარია, ის მაშინვე უცხოეთში მიდის. გადინება ხდება კადრების. და წერა-კითხვის პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩვენ უკვე უმაღლეს სასწავლებლებში იცით თუ არა თქვენ სკოლაზე აღარ არის ლაპარაკი და მასწავლებლებს კაცო მე კი არ ვერჩი პედაგოგი კიდევ ერთხელ გეუბნებით პედაგოგების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და ძალიან მიხარია რომ მასწავლებლებს მაღალი აქვთ ხელფასი ამდენი ხელფასი ჩვენ არა გვაქვს პროფესორებს უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლიდან მოდის რა თაობა მოდის ნოლი და მე რას უთხოვთ ჩვენ ამ ბავშვებს? აი ხლა აგერ უყურეთ მე ისინი იმ უმაღლეს დატვირთვას ვერ აი მე კაი ინფორმაციას არა ეს ბატონო თითო ერთი წამით ეხა ინფორმაციას მოგაწვით გაეროს ბავშვთა ფონდმა იუნისეფმა საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა 7 რეგიონი მოიცვა: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე და ახალქალაქი იღებდა მონაწილეობას ამ კვლევაში სხვადასხვა ეთნოსის აკადემიური მოსწრების 155 სტუდენტი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა მეოთხეც უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა. კი ბატონო. იყენებს წირ ლექსიკას, ხელავს, უჭირს წერა, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებს. მესამეც უჭირს არგუმენტების მოძებნა, რაც ნიშნავს, რომ არ აქვს დებატების გამოცდილება. მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს ხარტად საუბარი, უშვებენ შეცდომებს, იყენებენ ჟარგონებს, წერა-კითხვის უცოდინრები რომ არიან და ძირითადად მეთანხმები ყველაფერში. ხო, ანუ აი რა მძიმე შედეგია დადებული. ხვდებით? აი ეს აზრს ვერ აყალიბებენ. არა, ჯერ ნახეთ აი ხა ქუჩაში გამოკითხები რო არის.
ხო, აი როგორ მეშვებია და იგი და ეს დაცები რო აქციებს ატარებენ. და ეს განათლების ყველა მინისტრი, ვინც კი აქამდე ყოლია საქართველოს, ეხლა გახარიას პასუხისგებლობის საკითხი კი არ უნდა იდგეს მარტო. ყველა განათლების მინისტრის პასუხისგებლობის საკითხი უნდა იდგეს, ვინც იყო აქამდე სამინისტროში. მაინც ისტორიკოსი ვარ და მაინც სულმა წამძლია და რო არ ვახსენო არ შემიძლია. მონღოლებმა იმოდენა დიდი უბედურება და რეგრესი მოუტანეს საქართველოს. ჟამთა აღწერელი, რომელიც აღწერს მონღოლების საქართველოში შემოჭრას, ქართველი ისტორიკოსი ასე ქვია მას. ივანე ჯავახიშვილმა ყოველ შემთხვევისათვის ასე უწოდა. წერს ისეთ სისულელეებს, რაც მე-11, მე-12 საუკუნეების ქართველ ისტორიკოსებს აზრადაც კი არ მოვიდოდათ. და იცით როგორ არის, რით არის ეს ახსნილი, ეს შეუსაბამოები და რაღაცა ეს გაუაზრებელი და იმდენად დაეცა, დაკნინდა ქართველი კაცის აზროვნების დონე, ის აზრის სისხარტე, რაც ჩვენ ყოველთვის ჰქონდა ვეფხის წყაოსნის შემქმნელი ერი, დამდაბლდა, დამცირდა და დაემწრო იმ სისულელემდე, რაც წერია იმ ჟამთა აღწერლის თხზულებაში. მონღოლებმა იმოდენა რეგრესი მოიტანეს და ქართველმა მონღოლებმა 92 წლის 6 იანვრიდან მოიტანეს აი ეს რეგრესი, რომ მივიღეთ ეს თაობა. ვერ კითხულობენ, ვერ წერენ, აზრს ვერ აყალიბებენ და წინადადებას გამართულად ვერ აყალიბებენ. აბსოლუტურად ვეთანხმები ეს ის შემთხვევაა, როდესაც იუნისეფის კვლევას ვეთანხმები 99%. კიდე უფრო ძალიან რბილად არის დაწერილი, კიდე უფრო მძიმე სიტუაცია, კიდე უფრო მძიმე. და ეს არის ჩვენი განათლების სისტემის ბრალი. რაც შეეხება განათლებას, სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრობლემებია ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვიძახი და დაჟინებით ყოველთვის ვიტყვი რა. აუცილებელი არის რომ ჩვენს ასე ვთქვათ სკოლებში იყოს ხოლმე ყურადღება გამახვილებული ისეთ სასულიერო მიმართულებით, ისეთ აღზარდზე, სადაც რელიგია იქნება ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, როგორც სალექციო, ასევე სასწავლო თემა. აი ეს მიმართულება უნდა იყოს, მე ასე მიმაჩნია და ეს არის სწორი. და რაც შეეხება დონეს, ესეთი კარგი ადამიანი არსებობს ნიკოლოზ ლილუაშვილი, რომელსაც აქ არაჩვეულებრივი განათლების სისტემა მოგონებული. ეს არის ეგრეთ წოდებული ლომის ნახტომი. ლომის ნახტობის პრინციპის მიხედვით ფაქტიურად ჩვენ არათუ განათლებულებს, არამედ ფაქტიურად ტიტანებს შევქმნით, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალურად არავის არ უნდა. და არსი რაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებამ გაიგოს. არსი მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ოროსნები, რომლებიც არიან სკოლებში, ეს ოროსნული სისტემა საერთოდ არ უნდა იყოს. და დავუმთავრეთ თქვენს ნებართვით. ასევე უნდა იყოს, რომ არათუ ესე ვთქვათ კლასში უნდა რჩებოდნენ, ანუ კლასში უნდა რჩებოდნენ ადამიანები, არამედ უნდა შეეძლოთ ამ ადამიანებს რომ მაქსიმალურად ორიენტირებული იყვნენ, რომ პირველობისკენ, ანუ კლასშივე იყვნენ პირველობისკენ და ამ ადამიანების მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, წახალისება ხდებოდეს. ძალიან საინტერესო პროგრამაა და თუ მე დეტალურად ბატონ ნიკოლოზ დაინტერესდებით, მე შემიძლია რომ აი დეტალურად ჩავშალო ეს საკითხები და ბატონო ლექსო ამათ ხელში ეს ლომის ნახტომი კი არა, ჯორის ნახტომად გადაიქცევა. ხო, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება, სადაც სატესტო ცდილობებიც ჰქონდა ამ კარგ ადამიანს, მაგრამ ნუ განათლების სამინისტრო ამ საკითხს საერთოდ ბლოკავს ესეთი საკითხს და ნუ ძალიან ცუდია. განათლების სამინისტრო არასდროს არ იქნება ეროვნულ და სახელმწიფო პლატფორმა არ იქნება. თუნდა გამოულოცოს ზემოდან არ იქნება მითითება. პირველი რაც უნდა მოხდეს უნივერსიტეტებში უნდა მოხდეს რეორგანიზაცია, სკოლებში უნდა მოხდეს რეორგანიზაცია და უნდა განთავისუფლდეს დასავლეთის ზეწოლისაგან და ბოლონიური სისტემა უნდა დასრულდეს ერთხელ და საბუზდაბოდ, რომ ბოლონის პროცესი დაღუპა ბოლონის პროცესმა საერთოდ. და ეხლა აი ქუჩებში რომ დარბიან აგერ და გადახეთ ეს გამოკითხვები. აგერ ეხლა ეს ეხლა ამას ეხლა ჩვენი ასაკის ქალბატონია და ნახეთ ეთი რა დღეშიეთი. აი ხახოსი ყველა მისმენთ კარგად თელი ლისაბონი. ჯერ ეს ერთი ჩემ ქვეყანაში კაც არასდროს ერქმევა ცოლი. არასდროს. ხალია ჩვენთან და კაცი, აქ ეხა ზოგი ხალი რო კაცი ხარ და ზოგი კაცი რო ხალი ხარ. ეგ არის. ტრაქში შეისხი თქვენი ოკეანე. თქვენი თევზების რესტორნებით ტრაქში შეიყარეთ. ბატონო ირაკლი მართალი ბრძანდებით.
ჩემს ქვეყანაში აი მას ესმის აი ეს გათხოვილი კაცია რატო ახტა და დახტახლა თუ არ არის გათხოვილი და ოჯახებული მამაკაცი ამიტომ გერაცვალე მე გათხოვილი კაცების ქვეყნიდან მოვდივარ ეს ქვეყანა არაფერად არ ვარგა ჯერ ესეთი ნუცუბიძია ჩვეულებრივი სულ აღმართულია ქოშინით დავდივარ აღარ შემიძლია და მე მინდა რომ კაცები ჩემი ბიჭები გაუთხოვარი კაცები დაუორსულებელი კაცები დავფრენ აეროპორტში გასაგებია ხო გორდელაძე არის ესა ვითომ რაღაცა პიარის რაღაცა თემებშია ჩართული არ ვიცი აი ესე აი ქართველი ხალი რო ასეთ აქციის ბოდიში როგორ გახვირის ქუჩაში შეისხით ერთად იცი რა არის გიდა შეისხი გიდა გამოისხი მაგრამ თვითონ ევროპელია გაიგე ხალწულია ის თვითონ ევროპელია არ ვიცი ეს ქალწულია ქალწული თუ რაც არის მაგრამ აი სადამდები იყვანეს ქართველი ხალის სახე ეხლა ამას ეხა სხვაობა არის ეს ხალია თუ ზაღლია თუ რა არის არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ აი ამათ დაამსგავს ეს ქართველი ხალი აი მე აი გული მიკუდება რომ ამას უყურებ რომ 90-იანებში რომ ვინმეს ეთქვა რომ ქართველი ხალი ასე მოიქცევა დაიჯერებდი გორდელაძე არა მაგას ვინ დაიჯერებდა გორდელაძე ხო ის ირმა გორდელაძე არა ეს სხვა არის ის სულელი რო არის დამბაჭერი აი არ გინემ კორექტულად მაგრამ ის სხვა არის კაცო ის გურიაში არის ისა და ეს არ ვიცი აი ესეთი მძიმე გულმოსაკლავი რეალობა გვაქვს და აი ეს არის ყველაფერი იმის შედეგი რომ არც განათლების სისტემაში არც ასევე სხვა მიმართულებით არაფერი არ შეიცვალა და ეხლა ეს გივი მიქანაძეც იქნება აგერ დაინახავთ თქვენ არაფერი არ შეიცვლება რეფორმა ამათთვის ის არის რომ რეალურად იქ ადგებიან და სკოლაში ჩამოკიდებენ ორ კომპიუტერს ეგ არ არის რეფორმა უნდა იყოს ის რომ სისტემა შეიცვალოს მიდგომა შეიცვალოს და თვითონ კურსი შეიცვალოს სასწავლო და ისეთი ხალხი უნდა ასწავლიდეს ამ განათლების სისტემაში რომ რაღაცა ეროვნული ფასეულობები გააჩნიათ ბოზები დატოვეთ ბორდელში ბოზებს თუ ჩააბარებთ იმას რა ქვია უნივერსიტეტებს რა ამათმა რაკნეს რეფორმა დაარქვეს იმას რომ ესე იგი გამოიყვანეს ბორდელიდან ქალები და შეიყვანეს იმებში უნივერსიტეტებში რა და მე ვერ გავიგე თქვენ ამით იგინათ აღზარდოთ მომავალი თაობა ესე იგი იმასე აჩვენებენ ხოლმე იმას რა ქვია სკოლის მასწავლებელი დახტის ცეკვავს თამაშობს ეს ბავშვები და ეს ყოფილა თურმე ეს ეგრეთვე ვარა სხვებაც მიბაძეს რა თმიდა მე სკოლაში ბავშვი სატინგისოს კი არ მიმყავს კაცო ვერ გავიგე ეს მასწავლებელი ჭკუიდან გადადის რაღაცა იმას თამაშობს ერთ ადგილს აკეთებს მე ვერ გავიგე ეს არის ჩვენი სისტემა განათლების სამარცხვინოა ეს ყველაფერი რა და ჩააბარეთ ღირსეულ ადამიანებს ეს სისტემა ჩვენთვის გაკუთვნილ დრო მოიწურა დიტო ჩუბინიძე ბატონი ლექსოკობაიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები ამით დაგემშვიდობებით ხვალ შეხვდებით ერთმანეთს 23 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ